საქართველოში ბოლო დღეებში მოხდა რაღაც, რაც მხოლოდ საქველმოქმედო კამპანიის ჩარჩოში არ თავსდება. სტუდენტების დაწყებულმა მარათონმა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უკვე 1.600.000-ზე მეტი ლარი შეაგროვა. ეს თანხა ამ ურთულეს დაავადებასთან მებრძოლი ოჯახებისთვის რომ იტყვიან სულზე მისწრებაა და მათ ყოველდღიურ საჭიროებას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებამ ბავშვების ტკივილს მის საფირმო ნიშნად ქცეული გულგრილობით, ცინიზმით და დეზინფორმაციით უპასუხა, საზოგადოებამ აჩვენა თანაგრძნობის და ერთობის შეგრძნება. როგორც ილია იტყოდა, საერთო ძარღვი ჯერ კიდევ ცოცხალია და ფეთქავს. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ერთხელ მაინც გაჩუნდეს, ერთხელ მაინც დაინახოს ადამიანების ტკივილი და უკან დახევისთვის გამოიყენოს თუნდაც ის შესაძლებლობა, რომელიც ამ თემაში ახალარჩეული პატრიარქის ჩართულობით გაჩნდა, ისევ ძველ სიცრუით, დეზინფორმაციით და რეალობის გადაბრუნების, ამოტრიალების გატკეპნილ გზას დაადგა. ეს მხოლოდ უსინდისობა აღარ არის. ეს არის არაადეკვატურობა. ძალაუფლების პყრობის ისეთი მდგომარეობა, როცა სისტემა ვეღარ არჩევს, სად მთავრდება პოლიტიკური ბრძოლა და სად ილახება თუნდაც მისი ლოიალისტებისთვის თვალის არ კი არა, ვერ ასარიდებელი ადამიანურობის ზღვარი. ზუსტად ისე, როგორც ფასების ზრდის, გაძვირებული ცხოვრების, გაზრდილი გადასახადებისა, გაათმაგებული ჯარიმების და მოქალაქეების ყოველდღიური გაღატაკების ფონზე გვიმტკიცებენ, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის და საქართველო ევროპაზე უკეთ ცხოვრობს. ისევე როგორც დედამიწაზე ადამიანის უფლებების მხრივ ყველაზე პრობლემურ წერტილად დანიას, გერმანიას, შვედეთს და ბრიტანეთს გვასახებენ. მაშინ როცა ჭკუიდან გადასული პუტინი უკრაინას კიდევ ერთ ჯოჯოხეთურ ღამეს უწყობს. ახლა ოცნება ცდილობს საზოგადოების ნაწილი მაინც დაარწმუნოს, რომ დიუშენის მქონე ბავშვების ოჯახებს თითქოს არაფერი აკლიათ. თითქოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. თითქოს პრობლემა არ არსებობს და მეტიც, თითქოს ამ ქველმოქმედების საჭიროებაც არ არსებობს. მაგრამ პრობლემა სწორედ იქ ჩანს, სადაც მშობელი ერთი თვეა ქუჩაში დგას. სადაც ბავშვისთვის ფულს სტუდენტები, პენსიონერები, პედაგოგები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აგროვებენ. პრობლემა იქ ჩანს, სადაც სახელმწიფო, რომელსაც ვალდებულებაც აქვს და რესურსიც, ძვირადღირებული სახელმწიფო ავტოპარკის დაბურულ შუშებში იმალება. ხოლო საზოგადოება, რომელმაც ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის გადასახადების სახით უკვე გაიღო თავისი წილი, მაინც იჭირვებს და მეორედ იხდის. ამჯერად არა კანონის ვალდებულებით, არამედ სინდისის კარნახით. ამიტომაა, რომ ეს დღეები ერთდროულად თან სიამაყით გვავსებს და თან გვზარავს. სიამაყით, რადგან ქართველმა სტუდენტებმა და მათ გარშემო გაერთიანებულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში საღიაზრის, ადამიანურობის, საერთო ეროვნული სოლიდარობის განცდა ჯერ კიდევ არსებობს და გვზარავს, რადგან ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შეგვაგრძნებინა, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სისტემა, როცა ის ტკივილს ადამიანის ტკივილის დანახვის და რეალობის აღქმის უნარს კარგავს და სწორედ ამიტომ 26 მაისს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მთავარი სულაც არ იქნება, რამდენად ლამაზად მოირთვება რუსთაველი, რამდენი დროშა გამოიფინება და რამდენად საზეიმო იქნება ოფიციალური ცერემონია. მთავარი კითხვა იქნება, რამდენად ცოცხალია თავად საზოგადოების, თავისუფლების, ღირსების და ერთმანეთის დაცვის ინსტინქტი. ბოლო თვეებმა და ფასებთან ბრძოლის ფონზე ყველაფრის გაძვირებამ, ტროტუარებზე სტუდენტი გოგოების დაპატიმრების ფონზე, დანიის პროპალესტინელი აქტივისტების ბედზე ზრუნვამ, არათუ უწამლოდ, უკარბოდ და გადასაფარებლის გარეშე ბავშვების და მათი ოჯახების დატოვება, ხალხის და პირველ რიგში სტუდენტების ქველმოქმედების დისკრედიტაციის მცდელობა მკაფიო სიგნალს გვიგზავნის. ხელისუფლება არაადეკვატურობის უკიდურესად საშიშ ზღვარს უახლოვდება. ეს პოლიტიკური კრიზისი აღარ არის. ეს რეალობისგან მოწყვეტილი ძალაუფლების კრიზისია, რომელსაც საზოგადოების დუმილის ფონზე ყოველთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოსდევს. ამდენად 26 მაისს ჩვენი სიმრავლე მხოლოდ პროტესტის რაოდენობა არ იქნება. ეს იქნება მცდელობა საზოგადოებამ ჭკუიდან გადასულ რეჟიმს კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანების ქვეყანაა, თავისი ტკივილით, ღირსებით, თავისუფლების სურვილით და ერთმანეთის თანადგომის და ბოლოს და ბოლოს საღად აზროვნების უნარით.
რა პოლიტიკური გაგრძელება ექნება ამ დღეს, ჩვენ კი არა ვეჭვობ თავად პოლიტიკოსებმა იცოდნენ. რთულია ამის პროგნოზი, ასეთ არაადეკვატურ და მათ შორის ბევრ გარე ფაქტორზე დამოკიდებულ რეალობაში. თუმცა ალბათ დღეს სწორედ სხვა რამ, ანუ იმის გააზრებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებები, რომლებიც რეალობის შეგრძნებას კარგავენ, ბოლოს აუცილებლად საფრთხედ იქცევიან საკუთარი ხალხისთვის. მათ შორის ეგრეთ წოდებული თავისიანებისთვისაც კი. ხოლო საზოგადოებები, რომლებიც სოლიდარობის უნარს ინარჩუნებენ, საბოლოოდ მაინც პოულობენ ძალას, რომ ქვეყანა ამ საფრთხისგან დაიცვა.